ძაღლის ელში ხარო დაბადებულია. მალა ძაღლის ელში ვარ დაბადებული. ხო და რა მაინტერესებდა? ანუ ამას აშენე. რა თქმა უნდა, აქ არიან რამდენიმე მომშენებელი, რომელიც ეწევა სწორ სელექციას, სწორ გამრავლებაზე ზრუნავს. ანუ სუფთა სისხლი რა თქმა უნდა, დღეს კონკურსში რა ნაგაზიც იქნება წარმოდგენილი, ყველა არის აბსოლუტურად სუფთა სისხლის ყაზბეგური ძველი ძაღლი. ამას ვინ ამოწმებს სუფთა არ არის? თუ უკვე გამოსტილი ადგილობრივ, ასე რომ ვთქვათ, მოსახლეობას აქ ყაზბეგს რო არ გაცელია საერთოდ, ანუ იყო აი მაგალითად, როდესაც თქვენ რო ახსენეთ რუსეთში რომ მიყავდათ, იქედან რო ჩამოყავდათ, კაცშვილმა არ იცოდა იქ უკვე რა სისხლები იყო შერეული და აქ ადგილზე დღეს რეებიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ რაიონს არ გამცდარა. არა, მე რა მაინტერესებს, თუ ხდება ეგეთი რაღაცა, თუ აი ვიღაცას აქვს საშედი, მაგალითად 50 ლეკვი ან ეგეთი რაღაცა. არის რა თქმა უნდა. არიან ეგეთი. ცნობილი მომშენებელი არის ჩვენთან თამას სამქანაშვილი, ამ სფეროში ვინც არის იციან. აქ მოვა დღესა? კი, აქ არის უკვე მე. მაგასაც თუ გავასწორ ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მაგარ საქმეს აკეთებთ რა. კი, რა თქმა უნდა. ეს ხვალზე ეგ შეიძლება გაქრობის პირასაც იყო ფაქტიურად რა. ზუსტად გადაშენების პირას არის და აი რამდენიმე წელი არის ვცდილობთ ჩვენს არხზე ყაზბეგური ნაგაზი ქვია ჩვენს YouTube არხს. რამდენიმე წელი არხის ლინკი იქნება ამ ვიდეოს ქვეშ და თუ ვიღაცას გექნება, ნუ ისაც ძაღლები გიყვართ, ვისაც პირლები გიყვართ, არ გამოიწევთ, ვისაც ძაღლები გიყვართ. გული შეგტივათ ეგეთ რაღაცაზე, არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ ეს არის მართლა ქართული საქმე, მე მივესალმები ყოველთვის ყაზბეგში კი არა. რა ვიცი, სად არის ამაზე მაღალი აფინიტად? გონია ისე ძაღლების ისა კონკურსი. კონკურსი? ხო და ეხლა გაიგონებ, აი გეშენ. კი, ნუ კონკურსზე წარმოდგენილი ძაღლები შეფასდებიან 3 კრიტერიუმით, ეს იქნება კბილები, ვიზუალური დათვალიერება და დგომის სიარული. მაგ 3 კრიტერიუმით შეაფასებენ 3 კაცისგან შემდგარი ჟიური გვეყოლება. ჟიური აქაურები არიან? ჟიური აქაურები უძველესი მწყემსები, რომელიც თეორიულად კი არა, პრაქტიკაში ძალიან გამოცდილები არიან ამ ძაღლებთან. აი რო იტყვიან ძაღლზე არ ვარგა, ესე იგი არ ვარ. ან მაგარი ძაღლია და